Მხოლოდ რამდენიმე საკითხი მინდა გამოვყო. პირველ რიგში რადგან ვიცი რომ დღეს დილით ახალ ამბებში ვენესუელაში მიწისძვრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, დღეს ადრე მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა დელსი როდრიგესთან, რომელიც მოქმედი პრეზიდენტია. ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით, ჩვენ უკვე მობილიზებთ Fairfax-ის და ლოს-ანჯელესის სამძებრო სამაშველო ჯგუფებს, კიდევ სხვა ჯგუფებსაც დავამატებთ. ეს მათთვის ახლა ყველაზე გადაუდებელი საჭიროებაა, სამძებრო სამაშველო სამუშაოები. მათ ბევრი ჩამონგრეული შენობა აქვთ, ამიტომ დასჭირდება დიდი დახმარება ამ ნანგრევების გასათხელად. იქაური აეროპორტი ძალიან დაზიანებულია, ხომ ასეა? ამიტომ მოგვიწევს ომის დეპარტამენტზე დაყრდნობა, რომ რესურსები იქ გაგზავნან. ასევე ვეხმარებით საჰაერო სურათებით, განსაკუთრებით სანაპირო ზონებში, სადაც მათ არ აქვთ სრული წარმოდგენა, რა ზიანი ან გავლენა იქნა მიხენებული. ეს არის მოკლევადიანი გადაუდებელი საჭიროებები მომდევნო 48-დან 72 საათამდე პერიოდში. რადგან ძებნისა და გადარჩენის ოპერაციებში ცდილობ მიაღწიო ადამიანებამდე, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია მათი სიცოცხლის გადარჩენა, ისინი ნანგრევებში არიან მოყოლილები. და არიან სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ასევე რეაგირებენ. კატარელებმა უკვე შესთავაზეს დახმარება, რადგან დღესაც ვესაუბრეთ მათ. დიახ, ხელსავადომაც მზადყოფნა გამოხატა და რეგიონის რამდენიმე ქვეყანამ ჩილეს ჩათვლით დაგვიკავშირდა, რათა შეგვეთხოვინებით ბინა და ეს საქმე განხორციელებული ხო. როდესაც ამ რეაგირების პროცესს გავაგრძელებთ, მოკლევადიანი რეაგირებისა და აღდგენის ფაზით, მეორე ეტაპი რა თქმა უნდა იქნება მათი ყველაზე მწვავე და გრძელვადიანი საჭიროებების გამოვლენა. რაში დასჭირდებათ გრძელვადიანი დახმარება? მომდევნო 48 საათში უკეთესად შევაფასებთ მდგომარეობას, როცა ადგილზე ვიქნებით და ვენესუელის ხელისუფლება დააზუსტებს საცხოვრებელზე მიხენებულ ზიანს. სად უნდა განვათავსოთ ისინი, ვისაც სასასვლელი არ აქვს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ მათ კომუნიკაციების, ინტერნეტისა და ტელეკომუნიკაციების აღდგენაში. ასევე მოგვიწევს ვმართოთ ის, რასაც ველით, კერძო დონაციებში ზრდა იქნება. შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია შეერთებული შტატებიდან იქნება ჩართული. უკვე დავუკავშირდით რამდენიმე წამყვან საქველმოქმედო ორგანიზაციას. მაგრამ ვიცი, რომ ადგილობრივ დონეზე, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, როგორიცაა ჩემი საცხოვრებელი ადგილი სამხრეთ ფლორიდაში, ბევრი ადამიანი მოისურვებს დახმარებას, მხარდაჭერას და ჩვენ უბრალოდ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ ჩავერთოთ და ლოგისტიკური მხარდაჭერა გაუწიოთ ამ ყველაფერს. გარდა ამისა, უკვე ჩავთვლით ჩვენი კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფების სახელმწიფო დეპარტამენტში და ჩვენი ჰუმანიტარული ძალისხმევა. ეს არის ის, რაც ძალიან კარგად გავაკეთეთ იამაიკაზე იმ ქარიშხლის შემდეგ და ეს არის ის, რისთვისაც ეხლა ნამდვილად მზად ვართ. ასე რომ უკვე ვისაუბრე მდივან ჰექსეთთან. ომის დეპარტამენტს არ დიდი ლოგისტიკური როლი ექნება, რადგან მათ აქვთ უნარი მიაღწიონ რთულ ადგილებს. ამ მომენტში კარაკასის აეროპორტი დაზიანებულია, ერთ-ერთი ბილიკი გაბზარულია, მაგრამ ომის დეპარტამენტს აქვს დაშვების უნარი. ასეთ სიტუაციებში. ამიტომ ეს დაგჭირდება. ასე რომ გვაქვს სრული სამთავრობო პასუხი, ეს იქნება მასშტაბური, სწრაფი და ეფექტური. და რა თქმა უნდა, ჩვენი იმყოფებით კონტაქტზე ჩვენი საელჩოს მეშვეობით ადგილზე. ჯერა რომ თითქმის მთელი ჩვენი გუნდი იქ უკვე აღრიცხულია და რა თქმა უნდა, ამერიკელები უსაფრთხოდ არიან. ბოლო საკითხი ისაა, რომ ვიცით ამჟამად ვენესუელაში ამერიკის მოქალაქეები იმყოფებიან, ამიტომ გავიარეთ ის სტანდარტული პროცედურები, რაც გვაქვს, რათა მათ შეძლონ ჩვენთან დაკავშირება, თუ დახმარება ან მხარდაჭერა დასჭირდებათ. ამ ვიზიტის დროს ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გქონდა, ვიცი ამას ხშირად ისმენთ, მაგრამ ეს მართლაც შესანიშნავი შეხვედრა იყო სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. მათ გაგვიზიარეს კონკრეტული შეშფოთებები და მნიშვნელოვანი იდეები. თავარი შეშფოთება ისაა, რომ ისინი ნამდვილად სუფთი ხმან ინფორმირებულნი თითოეულ ნაბიჯზე მოლაპარაკებების დროს, როგორც ტექნიკურ, ასევე პოლიტიკურ დონეზე. ჩვენ გვინდა მათი ჩართულობა. კატარი სასარგებლოა როგორც შუამავალი, მაგრამ ყველა ამ ქვეყნის მოსაზრებები უნდა იყოს სასახული. ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებებს ან ვალდებულებებს, რომლებიც დააზიანებს ჩვენი სპარსეთის ყურის პარტნიორების კეთილდღეობას, სტაბილურობას ან უსაფრთხოებას. ამიტომ თითოეულ ეტაპზე ჩვენ შევქმნით მუდმივი კომუნიკაციის სისტემას, რათა მათ არ გაიგონ ინფორმაცია მედიიდან. თქვენ მიმართ უპატივცემულობის გარეშე, მათ უნდა მოისმინონ ეს პირდაპირ ჩვენგან და მაქსიმალურად იყვნენ ჩართული, როდესაც წინ მივდივართ. ეს იყო ის, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. მათ აქვთ კიდევ რამდენიმე კონკრეტული საკითხი. ერთი რამ ნათელია, სრულიად აშკარაა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის არ არსებობს არანაირი მხარდაჭერა ნებისმიერი სახის გადასახადისთვის, მოსაკრებლისთვის ან რაიმე სხვა გადასახადისთვის საერთაშორისო წყლების გამოყენებაზე. პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ეს არ მოხდება, ეს არ იქნება ამის ნაწილი, ეს վել იქნება ამის ნაწილი. მან ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღნიშნა გუშინ ოვალურ კაბინეტში პრესკონფერენციაზე და მეც გავიმეორე ეს აზრი, რაც ჩვენს პარტნიორებსაც მოეწონათ, როცა ეს მოისმინეს. ასე რომ ყველაფერი რიგზეა, გავაგრძელოთ. და თქვენ თქვით გააგრძელეთ თქვენს კომენტარებში დღეს დილით თქვენ ახსენეთ, რომ ირანთან შეთანხმებით ეს გარკვეულწილად ზიანს მიაყენებს ვოლტას. დიახ, რა თქმა უნდა. დინდა ჩემი სახე ნახო. დიახ, ბოდიში შეგიძლიათ გააგრძელოთ.
თქვენი დილის კომენტარებში თქვით, რომ ირანთან შეთანხმება არ არსებობს. ეს გარკვეულწილად საფრთხეს შეუქმნის სპარსეთის ყურის ქვეყნების ინტერესებს. ეს ნიშნავს, რომ ირანთან მოლაპარაკებებისას თქვენ განიხილავთ პროქსებსა და ხორმუზის სრუტის საფრთხეებს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ სრუტე არ იკეტება, მაინც გავლენას ახდენს საზღვაო ნავიგაციაზე. ტრანსპორტი და ასევე პროქსები. დიახ, უჭერდაგების მემორანდუმის მიხედვით იქ საუბარია რეგიონის მშვიდობაზე და დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტში ან ინტერესებში ჩაურელობაზე. სწორედ ეს არის პროქსები. ისინი ერევიან ქვეყნის სუვერენიტეტში. როდესაც მაგალითად ჰეზბოლას ფულს აძლევთ, რომ ლიბანის სუვერენული მთავრობის მოწინააღმდეგე იმოქმედოს, თქვენ მათ პოლიტიკაში ერევით. როდესაც თქვენ სპონსორობთ მილიციებს ერახში, თქვენ ერევით ერახში. როდესაც თქვენ სპონსორობთ, იცით ხამას, ან ხუსიტებს, ან ვისაც არ უნდა იყოს, თქვენ ერევით ამ ქვეყნების სუვერენიტეტში, ასე რომ ესაც შედის. მემორანდუმი ითვალისწინებს ამ საკითხებზე საუბარს, რადგან ეს მნიშვნელოვანია. ეს თემა აუცილებლად იქნება განხილული, რადგან ბოლოს და ბოლოს ამ რეგიონში არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა, სანამ არასახელმწიფო აქტორები მოქმედებენ სუვერენული ქვეყნების საზღვრებში და ფინანსდებიან ირანის მიერ. გმადლობთ. რა კომენტარი გაქვთ ირანსა და ომანს შორის დავაზე, რომელიც ეხება უსაფრთხოებას იმ მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში? დიახ, ასე რომ ეხლა იმ ეტაპზე ვართ, როცა მაგალითად ირანელებისგან ერთ რამეს ისმენთ, მაგრამ სინამდვილეში სხვა რამ ხდება. რაც მინდა ყველას გითხრათ არის ის, რომ ჩვენთვის ნათელია და თქვენთვისაც უნდა იყოს ნათელი, რომ ირანის სისტემა გააგრძელებს მაქსიმალისტური რიტორიკის წარმოებას. ისინი ტელევიზიაში და ოფიციალურ მედიაში ხალხს დააქანებენ, რომ განცხადებები გააკეთონ, მაგრამ ჩვენთვის მათი ბრიფინგები ასე მნიშვნელოვანი არ არის. რაც გვაინტერესებს არის ის, ნამდვილად მოძრაობენ თუ არა გემები. თუ გემები მოძრაობენ ისე, როგორც უნდა მოძრაობდნენ, სწორედ ამას შევაფასებთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ. თუ მეორეს მხრივ ეს რიტორიკა რეალურ მუხარებსაც მოხვება და გემები არ იმოძრავებენ, ეს შეთანხმების დარღვევაა და ამაზე პრობლემა გვექნება. ამიტომ ჩვენ ვაკვირდებით გემების უწყვეტ მოძრაობას. ამ შემთხვევაში ეს მარშრუტი ემსახურება ევაკუაციის ძალისხმევას, რომელსაც ხელმძღვანელობს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია და ეს უნდა გაგრძელდეს. სანამ ეს გაგრძელდება, მათ შეუძლიათ რამდენიც უნდათ პრესკონფერენციები ჩაატარონ. თუ ეს შეწყდება, მაშინ პრობლემა გვექნება. გმადლობთ. ომანის მხრიდან იყო ვალდებულება, რომ არ დაწესდებოდა გადასახადები ან გზის გადასახადები. დაადასტურეს, რომ ამ სისტემით დაინტერესებულნი არ არიან, თუნდაც 60 დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ. არ ვიცი უკვე გამოქვეყნდა თუ არა, მაგრამ გვაქვს ჩვენი შეხვედრის ერთობლივი განცხადება, რომელიც ამას სრულიად ნათელს ხდის. ამიტომ სულს კიდევ ერთხელ გავიმეორო ის საკითხი, რომელიც ადრე აღნიშნე, თუ ღია ნაწილში არ იხავით. გადასახადები და გზის გადასახადები ერთსა და იმავეს ნიშნავს. გადასახადი იხდება გასავლელად, მნიშვნელობა არ აქვს გადასახადს, გზის გადასახადს თუ შემოწირულობას უწოდეთ, ეს მაინც გზის გადასახადია. ასე გამსაზღვრეთ, ეს არის საერთაშორისო სანავიგაციო გზა. არ არსებობს არც ერთიერი დედამიწაზე, რომელიც მხარს უჭერს სრუტეების გადაკვეთაზე გადასახადის გადახდას და ასე დაფიქრდით ამაზე. ეს არც კი არის შესაძლებელი. დავუშვოთ, რომ სრულად გავგიჟდით და გადავსვით დავთანხმდეთ გზის გადასახადის ან გადასახადის მექანიზმს. როგორ იმუშავებდა ეს არავის შესაძლებელი. რადგან რა იქნებოდა შედეგი თუ არ გადაიხდიან. თუ გემი ითქვის არ გადავიხდი, ეს არ არის გარი გადასახადი, ვერ აიღებ. მიიღეთ პოსტით, ისინი გახდებიან სამიზნე. თუ ესვრიან და გემს ჩაძირავენ, ვერც ერთი სხვა აღარ იმოძრავებს. ამ ტიპის სისტემა უპასუხისმგებლოა და არარეალური. უმჯობესი ახლავე დაივიწყოთ ეს იდეა. უკვე საკმაოდ ნათლად თქვით, შეგიძლიათ მიხვიდეთ და არ ქვით გადასახადი, ან გზის გადასახადი და არ ქვით როგორც გინდათ. თუ სრუტეების გამოყენებაზე ფულს აიღებთ, ჩვენ ამას არ დაუჭერთ ხას. ამას არც ავითანთ და არც დაუშვებთ. ამ საკითხზე ოთახში ერთსულოვნება იქონ. ბატონო, საიდუმლო. ორი რამ, ვენესუელასთან დაკავშირებით უკვე არსებობს დოლარში გამოყოფილი თანხა დახმარებისთვის, თუ ჯერ ადრეა. კარგი, ჯერ კიდევ ძალიან ადრეა, ვიცით რომ მათ ჭირდებათ. ჩემი გამოცდილებით, როცა სამხრეთ ფლორიდაში ცხოვრობდი და ქარიშხლები გამოვიარე, რომლებიც კარიბის ზღვის რეგიონს შეეხო, ვისწავლე რომ საჭიროა დაველოდოთ და ვნახოთ რა საჭიროებებია. ყველაზე გადაუდებელი პრიორიტეტი ახლა ძებნა და გადარჩენაა, რადგან აუცილებელია 48 საათში ადამიანების ნანგრევებიდან გამოყვანა, რომ მათ გადარჩენის შანსი ჰქონდეთ. ამიტომ ეს არის პირველი, რაზეც უპასუხებთ. შემდეგ შევაფასებთ კიდევ რა სჭირდებათ მათ. ფიქრობ, რაც ვიცი ესეთი სიტუაციების შესახებ, მაგ დასჭირდებათ თავშესაფარი. როგორ უზრუნველყოფთ ამდენი ადამიანის დროებით განთავსებას. ამიტომ მალე უკეთ გავიგებთ ამას, ჯერაც კი გასულა 12 საათი. ჯერ ითვები არ გვაქვს, მაგრამ პრეზიდენტი სრულად მზადაა ვენესუელას მხარი დაუჭიროს. და მეორე, ისიც თუ არა გადარიცხულა თუ არა კატარში გაკენული თანხის ნაწილი. არა, უკვე ირანში. კარგი, მე ამის შესახებ არ ვიცი, მგონი ჩვენ სისტემაში ამას არავინ უთქვამს. არ ვიცი, გულისხმობ თუ არა რომელიმე ახალ ამბავს, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ფულზე არაფერი ვიცით და არც გადარიცხვა დაგვიმტკიცებია. კარდი, ფული ჯერ კიდევ იქაა. ჩვენი გაგებით კი.
სწორი ამაზე შეთანხმება არ არსებობს, ასე რომ ჯობია ასე გავაგრძელოთ. დღეს მეფესთან შეხვედრის შედეგების შესახებ. ძალიან პოზიტიური იყო. პირველ რიგში ჩვენ აქ გრძელვადიანი ურთიერთობისთვის მოვედით, ჩვენ აქ აცლეულებია ვართ, ასე რომ ეს ახალი არაფერია ჩვენს ქვეყნებს შორის. ასე რომ რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის უბრალოდ მადლიერება გამოხატეთ ყველაფრისთვის, იმ ხარდაჭერისთვის, რაც მათ ამ კონფლიქტის დროს გაგვიციეს. და მეორე რამ არის უბრალოდ გავიმეორო ის პუნქტები, რაც თქვენთან აღვნიშნე, ანუ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ შეერთებული შტატების პრეზიდენტი. თუ შევძლებთ ირანთან შეთანხმების მიღწევას, რაც ყველასთვის კარგი იქნება, ჩვენ ამას გავაკეთეთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს წარმატებით დასრულდეს. მაგრამ ასევე იმის გასაგებად, რომ არაფერს გავაკეთებთ და არაფერზე დავთანხმდებით, რომ მათ ამის შესახებ არ ეცოდინებათ, რომ ჩვენს პარტნიორებს რეგიონში ამის შესახებ არ ეცოდინებათ და არ იქნებიან შეთანხმებულები. და რომ რაიმე ფორმით შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამიტომ რომ დავამშვიდოთ ისინი ამ საკითხებზე, იმავე საკითხებზე, რომლებიც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრაზე წამოვწიეთ. ბატონო მდივანო, CCG-ის მოკავშირეებთან შეხვედრაზე, რომელიმე მათგანმა აიღო ვალდებულება, რომ ამ 300 მილიარდი დოლარის აღდგენაში შეიტანდა ცვლილს? არა, ეს არ განხილულა. გულისხმობ, აღდგენის საკითხი ჯერ ძალიან შორსაა და ეს არის ის, რაც იცით ამ პროცესის შესაბამის ეტაპზე განიხილება. მაგრამ ეს არავის დაუხენებია განხილვისთვის. თქვენ ამბობთ, რომ თქვენს წითელ ხაზებს ავლებთ როგორც ჰორმუზთან დაკავშირებით, ასევე ბირთვულ პროგრამაზე. დიახ, ირანი ამ პირობებს უარყოფს. რა იქნება ვაშინგტონის შემდეგი ნაბიჯი? კარგი, მე ნახეთ პრეზიდენტს რამდენიმე ვარიანტი აქვს ხელთ. თუ ირანი თავის სიტყვას დაარღვევს, ან თუ ირანი გადაწყვეტს, რომ არ სურს შეთანხმება, ვიმედოვნოთ, რომ ასე არ მოხდება. არ გვინდა რომ ასე იყოს, მივცემ დიპლომატიას ყველა შანსს რომ იმუშაოს, ჩვენ ხავს კარგი გუნდი, რომელიც ამაზე მუშაობს, ასე რომ თუ არ გამოვიდა პრეზიდენტმა იცის რა ვარიანტები აქვს, მაგრამ იცით არ ვაპირებ თქვენთან გამიხილო რა ვარიანტებია ეს. მაგრამ პრეზიდენტს ბევრი ვარიანტი აქვს მის განკარგულებაში. არმანდ. ძალიან პირდაპირი ტერმინები გამოიყენა. ირანელების აღსაწერად. ირანის ხელმძღვანელობას ასე მოიხსენიებდით. თქვენ მათ თეოკრატიულ ბიჟებად მოიხსენიებდით. დღესაც ასე ფიქრობთ ირანის ხელმძღვანელობაზე. ნახეთ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი რწმენა, ეს ფაქტია. ირანის სისტემა ხელმძღვანელობს სასულიერო პირები, რადიკალი სასულიერო პირები. ყოველთვის მათ ხელმძღვანელობდნენ და ეხლაც ისინი ხელმძღვანელობენ. ამის მიუხედავად, ჩვენ ასე უნდა გავუმკლავდეთ სიტუაციის გეოპოლიტიკას. და შემდეგ არის კითხვა, შეიცვალეს თუ არა მაგ თავიანთი მენტალიტეტი, ან შეიცვალეს თუ არა მიდგომა თავიანთ ურთიერთობებთან მიმართებაში. დიახ, შეერთებული შტატებისა და მეზობლებისთვის მისთვის მოდით მივცეთ შანსი, რომ ეს იმუშაოს. მაგრამ შეიძლება შეიცვალა, არ ვამბობ რომ შეიცვალა, ვამბობ რომ პრეზიდენტ სურს გამოიკვლიოს, ასეა თუ არა და თუ შეიცვალა, ამას გავიგებთ, მაგრამ ამას ვერ გავიგებთ მათი სიტყვებით, ამას გავიგებთ მათი ქმედებებით. მოდით შევაფასოთ ისინი მათი ქმედებებით და გამოვცადოთ ეს ჰიპოთეზა და ვნახოთ. მოусმინე, არავის უთქვამს რომ ეს მარტივი იქნებოდა. ვიცით რომ ამ თავრობის უმაღლეს დონეებზე მყოფი ადამიანები ჯერ კიდევ იმავე თეოლოგიასა და მენტალიტეტს მისდევენ, როგორც წარსულში. მაგრამ პოლიტიკური სექტორები არსებობენ, რომლებიც უფრო მოქნილები და დიალოგისთვის მზად არიან, სწორედ მათთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ნახოთ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი საბოლოოდ. გასულ თვეში პრეზიდენტმა ტრამპმა ომანის დაბომბვით დაიმუქრა, თუ ისინი ჰორმუზის სრუტეში გადასახადებს დააწესებდნენ. დღეს თქვით, რომ არც ერთ ქვეყანას არ უნდა დააწესოს გადასახადი ბუნებრივ სრუტეებზე. როგორია ომანთან ორმხრივი ურთიერთობა დღეს? დარწმუნებული ხართ, რომ ისინი თამაშს არ თამაშობენ? თამაშები ამავე საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი ურთიერთობა ომანთან კარგად მიდის. გულისხმობ, საბოლოო ჯამში არ იქნება გადასახადები ან მოსაკრებლები არანაირი და მათ ხელი მოაწერეს. იცი ისინი დღეს შეხვედრაზე იყვნენ და თქვეს, რომ არ უჭერენ მხარს მოსაკრებლების სისტემას, ასე რომ ეს კარგია, ძალიან კარგი. მართლა უნდა გკითხოთ, რადგან რამდენიმე კვირის წინ ომანის დაბომბვის მუქარა იყო, ასე რომ ყველაფერი კარგად არ ჩანდა. თუ თქვენ მე მხოლოდ რევანდალ დღეზე შემიძლია ვისაუბრო და დღეს შეხვედრაზე თქვეს და ხელი მოაწერეს, რომ არ იქნება გადასახადები ან მოსაკრებლები. და ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგი ამბავია, რომ მათ ხელი მოაწერეს. ბატონო მდივანო, ვენესუელასთან დაკავშირებით სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობდა. დიახ, ცხადია, ამაში დიდი როლი ითამაშა. თქვენ შეშფოთებული ხართ, რომ ეს მიწისძვრა შეიძლება ამ პროცესს ავნოს. ამაზე შეშფოთებული არ ვარ. გვეშინია, რომ შეიძლება ნანგრევებში ხალხი იყოს და გვინდა მათი გადარჩენა. ზოგიერთ ზევაში ნათესავები ხავს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის პასუხობთ ჰუმანიტარულ კრიზისებზე, განსაკუთრებით ჩვენს ნახევარსფეროში. ამაზე ვართ ახლა კონცენტრებულები. მიწისძვრების სტაბილიზაციის ფარგლებს გარეთაა და მათი დაგეგმვა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ამას პოზიტიურად პასუხობთ. ჩვენ გვიხარია, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებიც აქტიურად ერთვებიან
გულისხმობ, ეს ელ-სალვადორია და პრეზიდენტი ბუკელე, რომელსაც ვენესუელასთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, მაგრამ მან მაშინვე გაგზავნა სამძებრო და სამაშველო ჯგუფი დახმარებისთვის. ახლა მოდით ადამიანურ მხარეზე გავამახვილოთ ყურადღება. ასევობენ ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ და დაშავდნენ. ზოგი დაიღუპა, სხვებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს და ზოგიერთი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოხოლილი. მოდით ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ჯდება ეს უფრო ფართო სტაბილიზაციის პროცესში, არ ფიქრობ, რომ ამ კუთხით უყურებს. ცხადია ეს უკუსუსლოა, მაგრამ ჩვენ ამას გადავლახავთ და მჯერა, რომ ვენესუელა ამ ყველაფრიდან უფრო ძლიერი გამოვა, მიუხედავად იმ ტრაგედიისა, რომელსაც ახლა აწყდება. ბატონო მდივანო, მემორანდუმში არ იყო მითითებული წლები, რომლის განმავლობაშიც ირანს არ უნდა განევითარებინა ბირთვული იარაღი. საბოლოო შეთანხმება სჭირდება კონკრეტული რიცხვი. მადლობელი ვიქნები თუ. აი რატო არა ლაკტა? რატო არ ეკნებოდა ეს მემორანდუმს? იმიტომ რომ მემორანდუმი საბოლოო შეთანხმება არ არის. მემორანდუმი მხოლოდ ქმნის სტრუქტურასა და პარამეტრებს მოლაპარაკებისთვის. და ეჭვი არ არის, რომ ამ მოლაპარაკების ფარგლებში ძალიან კონკრეტული პირობები, როგორიცაა წლები და ლიმიტები, განიხილება და ეს მოიცავს მექანიზმებს, რომლითაც მოხდება შემოცნება და აღსრულება, მაგრამ არის რიცხვი. ამ დილით მოლაპარაკებები გაიმართება ყურის თანამშრომლობის საბჭოსა და ირანს შორის და ერაყი ხორმუზთან დაკავშირებით. თქვენ მხარს უჭერთ ასეთ. ეს რა არის? ჩვენ ახლახან გავიდეთ დღეს დილით, რომ მოლაპარაკება გაიმართება GCC-ის ირანსა და ერაყს შორის ხორმუზთან დაკავშირებით. თქვენ მხარს უჭერთ? ამაზე არ ვიცი და ეს ანგარიში არ მინახავს, დღეს ჩემთან ეს არ განხილულა, ასე რომ ვერ შევაფასებ. დივანო, გისმენთ. GCC არის მუშაობს რაიმე პირდაპირ შეთანხმებაზე ირანთან, რათა შეამსუბუქოს დაძაბულობა. კარგი, მე არ შემიძლია ვისაუბრო ამ ქვეყნებიდან რომელიმეს ორმხრივ კომუნიკაციებზე. ფიქრობ, მათ ყოველთვის ჰქონდათ კომუნიკაცია და კატარი ამ მხრივ მთავარი შუამავალი იყო. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელშიც ჩართული ვიქნებით, დღეს განვიხილეთ, რომ იქნება მექანიზმი, რადგან ახლა ის ყველაფრისთვის გამოიყენება. მაგრამ იქნება ჩამოყალიბებული სისტემა, სადაც პროცესის ყოველ ეტაპზე, როგორც ტექნიკურ, ასევე პოლიტიკურ განხილვებში, ურთიერთგაგების მემორანდუმის გარშემო ისინი ჩართული იქნებიან, როგორც კი განვითარებები მოხდება. ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ ისინი ინფორმირებულნი იქნებიან ყველაფერზე, რაც განიშილება, ყველაფერზე, რაც განიფილება და შევძლებთ მათი შეხედულებებისა და ინტერესების ჩვენსასთან შეთანხმებას სამიმართულებით. მრავალი შტატი რაკეტებით თავდასხმის მსხვერპლი გახდა. მათ შორის ბარეინი. ბოლო დროს კი დიახ, მაგრამ ამის შესახებ არ იყო ნახსენები. დიახ, მემორანდუმში იყო ნათქვამი. ბოლო დროს კი, მაგრამ ამის შესახებ არ იყო ნახსენები. იმ მემორანდუმში რა სიტყოდით ამაზე? რა სიტყოდით ამაზე? კარგი, ნახეთ, ფიქრობ გაუგებრობაა. მემორანდუმი არ უნდა იყოს ამუნწურავი. ძირითადად ის განსაზღვრავს მოლაპარაკების საფუძვლებს, როგორც მემორანდუმი აკეთებდა. იყო კონკრეტული პუნქტების სრუტეების დაუყოვნებლივ გახსნასთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოოდ ის ქმნის წესებს მოლაპარაკების პროცესისთვის. ამ პროცესში ფიქრობ, ბევრი რამ იქნება განხილული, რაც შეეხება CCG-ს დღეს ახსენეს რაღაც, რაც მათთვის ძალიან საინტერესოა. ისინი reconstruction-ისთვის გარკვეულ სახის დაფინანსებას ითხოვენ. მათ ზიანი მიადგათ და სურთ, რომ ამ ზიანისთვის კომპენსაცია მიიღონ. ამიტომ ვფიქრობ, რომ როგორც MOU-ის პროცესის ნაწილი და როგორც მათი ჩართულობის ნაწილი ამ პროცესში, ასეთი საკითხები აუცილებლად წამოიჭრება, ხო ასე? წავიდეთ. თქვენი იტალიელი კოლეგა შეხვედრას თქვენი აქ მოსვლის წინ გააუქმა. ტრამპსა და პრემიერ მელონის შორის არსებული დაძაბულობის გამო ამ თემას შეეხეთ, ესაუბრეთ თქვენს კოლეგას. მე მასთან გასულ პარასკევს ვესაუბრე, პარასკევს იყო თუ შაბათს, როცა გადაწყვიტეს რომ არ ჩამოვიდოდნენ, რამდენიმე შეთანხმება კრიტიკულ მინერალებზე და სხვა საკითხებზე უკვე შეთანხმებულია და მალე გაფორმდება. მე მასთან იცით კარგი ურთიერთობა მაქვს. მან დამირეკა და მითხრა რომ მაიამიში არ ჩამოვიდოდა. მე უკვე აქ მოვდიოდი, ასე რომ ყველაფერი კარგად გამოვიდა. სამწუხაროა რომ ღონისძიება შეწყდა, ვფიქრობდი რომ მაინც უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ ჩვენ უკვე გქონდა ხელმოსაწერი შეთანხმებები, მალე მაინც მოვაწერთ ხელს. უბრალოდ ადგილი უნდა ვიპოვოთ ამისთვის. ამ უკანასკნელს შეუძლია ახალი ფურცლიდან დაიწყოს და აღადგინოს ნდობა მოკავშირეებს შორის. დიახ, ვფიქრობ იტალიასთან ურთიერთობებზე სამხედრო და სხვა დონეზე დაბრძოლებები არ არსებობს. ცხადია, პრეზიდენტი გაღიზიანებულია, მას გონია რომ ეს მხოლოდ იტალია არა, არამედ სხვა ქვეყნებიც. როდესაც საფრთხეს ვეჯახებოდით განსაკუთრებით ევროპის წინააღმდეგ, ბევრი ევროპული ქვეყანა არც პოზიციას იკავებდა და არც საკმარისად მოქმედებდა, მათ შორის სამწუხაროდ იტალიაც, მაგრამ მოგვიწევს ამასთან გამკლავება. მაგრამ მისი შეხედულებები ამ საკითხზე ძალიან ნათელია. ეს არ უნდა გააკვიროს არავინ. ის ამას მუდმივად იმეორებს, გუშინაც თქვა, ის ასეა. და ეს საკითხები განეხილება ნატოს სამიტზე რამდენიმე კვირაში. გასულ კვირას ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა თქვა საკონფერენციო დარბაზში, რომ ზოგჯერ პრეზიდენტი ტრამპი იმედგაცრუებულია, რადგან ყოველ ჯერზე საკონფერენციო დარბაზში აფშევრა პრეზიდენტთან მასთან ერთად. რა საკეთებ აქ საკონფერენციო ოთახში? სალაჰმა თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ზოგჯერ იმედგაცრუებული იყო, როცა ისრაელსა და ლიბანს შორის შეთანხმება ახლოვდებოდა.
ისრაელი აგდებდა რაღაც ტიპის ბომბას, რომელიც ბეირუთში მშვიდობიან მოსახლეობას კლავდა და ეს პროდუქტიულად არ გამოიყურებოდა. ბევრი რესპუბლიკელი იყო, ეს კომენტარები კონგრესში ვიპოვე. შეუფერებელი. რას ფიქრობ მათზე? ერთ-ერთი რამ რაც მოხდა იყო ის, რომ ჩვენ რეალურად შევძელით ამის გაკეთება. გასულ პარასკევს ჩვენ ხელახლა გავააქტიურეთ მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც არ მუშაობდა. ეხლა თავი არის დაბნეულობაა და ლიბანური. სამწუხაროდ გასულ პარასკევს ჩვენ ხელახლა გავააქტიურეთ მონიტორინგის მექანიზმი. ინციდენტის შემდეგ ჩვენ აღარ ვიდაქვთ მესამე პირების სიტყვას. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, შევაფასოთ და რაოდენობრივად განსაზღვროთ, რა მოხდა რეალურად. გუშინ მაგალითად ორი შეიარაღებული მამაკაცი ჰეზბოლადან ავტომობილით მიუახლოვდა ისრაელის პოსტს და ისრაელელებმა ამ სიტუაციაზე რეაგირება მოახდინეს. თუ ეს ერთი კვირის წინ მომხდარიყო, სიასლე იქნებოდა მხოლოდ ის, რომ ორი ლიბანელი ისრაელელებმა მოკლეს. ახლა კი ვიცით რა მოხდა. ჩვენ ნათლად დავინახეთ კადრებში, რომ ორი შეიარაღებული მამაკაცი, რომლებიც ლიბანის არმიის წევრები არ იყვნენ, საფრთხეს წარმოადგენდნენ საკონტროლო პოსტისთვის. ეს სულიად სulis იმას, რასაც აქამდე ვიღებდით. გარდა ამისა, დღეს მესამე დღეა. იცი ჩვენ აქ რამდენიმე საათით წინ ვართ. დღეს ლიბანის და ისრაელის ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებების მესამე დღე იქნება. გუშინ ძალიან კარგი დღე გქონდა. ჯერა რომ ძალიან ახლოსოთ ორ ქვეყანას შორის ინტერესებისა და განზრახვების შეთანხმების მიღწევასთან, რაც ვფიქრობ პერსპექტიულ მომავალს აყალიბებს. ეს იქნება პროცესი, ამას დრო დასჭირდება. ბევრი შრომა იქნება საჭირო. მაგრამ ამბობ, რომ პირველად 30 წლის განმავლობაში ლიბანის სუვერენული მთავრობა პირდაპირ ესაუბრება ისრაელის მთავრობას. სწორედ მათთან ვაპირებ მოლაპარაკებას და თანამშრომლობას, არა ჰეზბოლასთან. ჰეზბოლა ლიბანის მთავრობა არ არის. ლიბანს ყავს მთავრობა, აქვს მთავრობა, ყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები. მათ აქვთ სუვერენული უფლება ისაუბრონ და დაიცვან ლიბანის ხალხის ინტერესები. რაც ჩვენ გვინდა ლიბანისთვის არის მშვიდობიანი მომავალი. ეს ხოლმე სურვილია აქ. პატიოსნად რო თქვა, გვექნება დადებითი ინტერესის შეთანხმება, იქნება ეს დღეს თუ მომდევნო დღეებში. ამისთვის ბევრს მუშაობდით. ვიმედოვნებთ, რომ დღეს იქნება დღე, როცა შეუძლებს წინსვლას იმ საკითხებში, რომლებშიც გუშინ პროგრესი გქონდა. თქვენ დაეთანხმეთ ვიცე-პრეზიდენტის მოსაზრებას. არა, უკვე დიდხარით რა პროცესს გავდივართ ეხლა და ეს არის. მალე გავიგებთ რა ხდება სინამდვილეში. და შევძლებთ გულწრფელად შევაფასოთ რა ხდება და რა არ ხდება. სამწუხაროდ ბოლო კვირებში მხოლოდ გაურკვევლობა იყო იმის შესახებ, ვინ რას დაარტყა, სად და რატომ. ვფიქრობ, ეს ახლა უკვე დაძლეული და მოგვარებულია. ამიტომ ჯერა რომ ეს ამ პროცესზე ბევრად მეტ სიცხადეს მოგცემს. მოდით ეს საკითხი ბოლომდე დავაზუსტოთ. რა დისტანცია თქვენსა და ვიცე-პრეზიდენტს შორის? რომელ საკითხზე? განსაკუთრებით ირანის საკითხზე. ეს ადმინისტრაცია არა ნებამომეცი რაღაც გითხრა, აქ ყველა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან არის შეთანხმებული თითოეული ჩვენგანი. შეერთებული შტატების პრეზიდენტი განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ჩვენი როლი, რა თქმა უნდა, არის რჩევების მიცემა, წინადადებების შეთავაზება, აზრის გამოთქმა. მაგრამ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის ხალხმა აერჩია საგარეო პოლიტიკის წარმართვისთვის, პრეზიდენტია. პრეზიდენტი იღებს ამ გადაწყვეტილებებს და ჩვენ ყველანი მისი გუნდის თითოეული წევრი მუშაობს სრული შეთანხმებით, ძალიან ახლოს ერთმანეთთან, რათა განვახორციელოთ პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკა. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, იმიტომ ხდება, რომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს უნდა გაკეთდეს. და ერთ-ერთი რამ, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ, არ შემიძლია ვილაპარაკო ჩვენი მთავრობის ყველა სექტორზე, რადგან სხვა სფეროებში ჩართული არ ვარ, მაგრამ ერთ-ერთი რამ, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ, არის ის, რომ როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ საფრთხეობას ეხება, დრამას არ ვაწყობთ და თამაშებში არ ვერთვებით. ყავს ადამიანების ჯგუფი, რომელიც ძალიან კარგად და მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა განახორციელოს პრეზიდენტის მითითებები და სწორედ ამიტომ ჯერა რომ გვაქვს კარგი შედეგები და მიღწევები და ჩვენ გავაგრძელოთ კარგი შედეგებისა და მიღწევების მიღებას. ყველას აქვს მნიშვნელოვანი როლი შესასრულებელი და ყველა ასრულებს ამ როლს და ამას თანამშრომლობით აკეთებს, სწორია. და ვფიქრობ ეს პრეზიდენტს კარგად ემსახურება და ვფიქრობ ეს ქვეყანასაც კარგად ემსახურება, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი მათგანი ხარ შენ. რაც შეეხება ირანთან მოლაპარაკებებს, როგორც მთავარი დიპლომატი არ გსურთ უფრო პირდაპირი როლი ამ საუბრებში, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. მოусმინო, ვფიქრობ, როგორც სხვა შემთხვევაში ეს სულელური ანალიზია. ვიცე-პრეზიდენტი არის მთავრობის მეორე პირი. ეს ამტკიცებს, რომ ამ ინიციატივას სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენი გუნდი ამაზე მუშაობს და მე აქ ვარ, რადგან ისინი გაემგზავრნენ. ყველას გვაქვს ჩვენი როლი და 3 დღის განმავლობაში ამ მნიშვნელოვან ქვეყანაში ყოფნის შემდეგ ვფიქრობ, ეს სულელური კითხვაა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტის შემდეგ არის მეორე ყველაზე ძლიერი ადამიანი ჩვენს მთავრობაში. ის ფაქტი, რომ ის უშუალოდ არის ჩართული ამაში, აჩვენებს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენი ადმინისტრაცია ამ საკითხს. ამიტომ მე ვფიქრობ, ძალიან დადებითია, რომ ის ჩართულია ამაში, ბატონო მდივნო. თქვენ იცით, რომ ირანიდან მომდინარე ყველა მუქარა ეხება ჰორმუზს და მის გავლენას საზღვაო მოძრაობაზე. როგორ შეგვიძლია დავასრულოთ ეს? თუნდაც ისინი სცადონ დახურვა, ეს მაინც გავლენას ახდენს იქაურ ნავიგაციაზე. ეს გავლენას ახდენს, რადგან მათ აფეთქებდნენ გემებს და აყენებდნენ ნარმებს. ეს საკითხი პირდაპირ უნდა მოგვარდეს.
ჩვენ გვინდა უფრო კოლექტიური მიდგომა. ეხლა ბევრი გემი მოძრაობს, მაგრამ უნდა დაუბრუნდეთ იმ მდგომარეობას, რაც სრუტეს ჰქონდა ამ კონფლიქტამდე, რადგან ეს არის საერთაშორისო სანავიგაციო გზა და ასე უნდა დარჩეს. ერთი გზით თუ მეორეთი. ბატონო მდივანო, გეშინიათ, რომ ირანისთვის სანქციების შემსუბუქება დააფინანსებს მის არმიას და მოკავშირე ჯგუფებს, რა გავლენა აქვს ზისივას ამის აღსაკვეთად? თუ ირანი ამ თანხებით დააფინანსებს ჯგუფებს, რაკეტებს და სხვა ყველაფერს, შეთანხმება არ იმუშავებს, ხო ასეა? ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ვიმედოვნეთ, რომ ასე არ იქნება. ამ ეტაპზე მხოლოდ 60 დღიანი ლიცენზია გაცემული, რათა მოლაპარაკებები გაგრძელდეს და ვნახოთ, სად მივლენ. ვიმეორებ, თუ ირანს ნამდვილად სურს შეთანხმება, შეერთებული შტატები მზად არის. თუ არა, მაშინ პრეზიდენტი ამას გაიგებს და მას ექნება შესაბამისი ვარიანტები. ხოლო ერთი კითხვა ნატოზე. გუშინ გავიგეთ, რომ ვაშინგტონში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ სინამდვილეში ისეთი მოკავშირეები, როგორიცაა იტალია, დაეხმარნენ ჯარებს და IWS და გახსნეს თავიანთი ბაზები ამერიკელებისთვის. რეაქტიული თვითმფრინავები, ხომ ასეა? ირანმა დღეს უპასუხა და ნატო თანამონაწილედ მოიხსენია. ისინი ამტკიცებენ, რომ სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელი ამ ომის გაჩენაზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის. ჰა? ირანი? კარგი, მაშ რა არის შენი რეაქცია იმაზე, რომ მე ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდით, რომ ირანი ევროპისთვის კიდევ უფრო სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ირანს უკვე აქვს რაკეტები, რომლებიც ევროპის ნაწილებს აღწევს, რაც პრეზიდენტის იმედგაცრუების ნაწილია. ყველას უყვარს საუბარი იმაზე, რომ ირანს არასდროს უნდა კონდეს ბირთვული იარაღი, რომ ირანს არასდროს უნდა კონდეს ბირთვული იარაღის შესაძლებლობა. მაგრამ ერთადერთი, ვინც მზად იყო რაიმე გაეკეთებინა ამ საკითხზე, პრეზიდენტი იყო. და როცა მან რაღაც გააკეთა ამ საკითხზე, მან მოკავშირეები იპოვა, რომლებმაც გაბურთულეს ჩვენი ბაზების გამოყენება. და ამიტომაც კიდევ ერთხელ თუ ნატოს ალიანსზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ყოველთვის ძლიერ უჭერდი მხარს ჩვენს ყოფნას ნატოში, არის ის, რომ ეს გვაძლევს ბაზების გამოყენების უფლებას, რაც საშუალებას გვაძლევს ძალა გამოვავლინოთ და დავიცვათ ჩვენი ინტერესები. მაგრამ თუ ამ ქვეყნებმა არ მოგცემენ უფლებას გამოიყენო ეს ბაზები, მაშინ ეს აყენებს ეჭქვეშ მთელ ალიანსს. რაც შეეხება პრეზიდენტს, ის თვლის, რომ ირანი ევროპისთვის უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე შეერთებული შტატებისთვის. როცა მან იმოქმედა ამ საკითხზე, ამ ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარება არ უთხოვია, მათი დახმარება არ გჭირდებოდა. მან კითხა, შეგვეძლო თუ არა ბაზების გამოყენება, მაგრამ ზოგიერთმა ქვეყანამ უარი თქვა, ან გაართულა ეს პროცესი, რაც მას აწუხებს და გულახდილად რომ თქვათ, შდილს აყენებს ნატოს. იმედი მაქვს, ნატო ადაპტივდება, უნდა წავიდე და გავაგრძელო. რაც შეეხება ერაყს, მაინტერესებს, რამდენად გაწუხებთ ის ფაქტი, რომ ირანი აძლიერებს კონტროლს თავის მოკავშირე მილიციებზე იქ. და მიუხედავად იმისა, რომ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რა სახის მომავალ საფრთხეს წარმოადგენს ეს თქვენი მეზობლებისთვის? კიდევ ერთხელ ეს არის ირანის შარევის მაგალითი სხვა ქვეყნის სუვერენულ საქმეებში, ამ შემთხვევაში ერაყში. ამის მიუხედავად მათ ხავთ ახალი პრემიერ-მინისტრი, ის აყალიბებს მთავრობას, ჩვენ მივიღეთ მისგან კარგი სიგნალები, ის მალე ეწევა ვაშინგტონის პრეზიდენტთან შესახვედრად. და ჩვენი იმედია, რომ იცით, ჩვენ შევძლებთ გავაგრძელებთ ერაყის ხალხის სუვერენიტეტის დაცვას და პატივისცემას და არა ირანის ჩარევას. ეს იქნება საუბრის თემა. ჩვენ უკვე დავამხარეთ კონტაქტი ახალ პრემიერ-მინისტრთან, მან უკვე ერთხელ ესაუბრა პრეზიდენტს ტელეფონით. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, ამ დრომდე იყო კარგი ნიშნები და რამდენიმე კარგი ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა თავისი მთავრობის ფორმირებისას, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ რჩება გარკვეული გამოცვევები, მაგრამ ეს არის ის, რასაც ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალს. კარგი, ბოლო კითხვა მეგობრებო, რადგან უნდა მოვემზადოთ სასასვლელად? კიდევ ერთი კითხვა. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებზე. ზიანის ანაზღაურება. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? შეიძლება ეს გამბლოკილი ფონდებიდან მოხდეს. ეხა ვერ ვივარაუდებ, როგორ გადაწყდება ეს საკითხი. უბრალოდ აღვნიშნე, რომ ეს საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე წამოიჭრა, ეს მათი ინტერესის საგანია და მოგვიწევს ამ საკითხზე საუბარი რომელიღაცა ეტაპს. მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვიმუშავია ამ საკითხის დეტალებზე, ასეა? ხოლო რაც შეეხება რუსეთს ადრე, ის შესახებ. რუსეთი ადანაშაულებს შეერთებულ შტატებს, რომ არ ასრულებს ბჭყალებში იმ შეთანხმებებს ან ურთიერთგაგებას, რაც ალასკაში ჰქონდა. თხოვთ გააგრძელეთ. ალასკაში არ ყოფილა არანაირი შეთანხმება, ალასკაში იყო წინადადება, მაგრამ შეთანხმება არ ყოფილა. შეთანხმების შემთხვევაში ომი უკვე დასრულებული იქნებოდა. პრეზიდენტი და ზევა მზად არიან დაეხმარონ უკრაინაში კონფლიქტის მდგრადი დასრულების მიღწევას. დღეში 20,000 ჯარისკაცი იღუპება, უმეტესობა რუსია. ეს დამანგრეველია ევროპისთვის და განსაკუთრებით უკრაინისთვის. უკრაინისთვის და სულ უფრო მეტად რუსეთისთვის. ამიტომ თუ მზად ვიქნები წინსვლისთვის და კონსტრუქციული როლის შესასრულებლად თუ ასეთი როლი გვექნება მხარეების შეკრებაში და ამ ომის დასრულებაში, ეს არის ის, რასაც პრეზიდენტი წელიწად ნახევარია ცდილობს. მაგრამ ალასკაში შეთანხმება არ ყოფილა, ალასკაში დაკეთდა წინადადება, მაგრამ შეთანხმება არასდროს ყოფილა. თუ ასეთი რამ ყოფილიყო, შეერთებული შტატების მიერ გაკეთდებოდა, რადგან ეს იგივე არას თქვენ ნახეთ გამოქვეყნებული.